რამდენიმე დღის წინ ვიკითხე ზუსტად რომელ საათზე გამიშობდნენ და მითხრეს რომ მზად უნდა ყოფილიყავი დაახლოებით 11:30-ისთვის. არა ისე მოხდა რომ დიდას 8 საათზე გამომდგეს კარგად. აი რა გითხრეს მიზეზი როგორც თვითონ დასახელება. არაფერი არა უხსნიათ, უბრალოდ მითხრეს რომ უნდა ჩამელაგებინა ყველაფერი და გავსულიყავი და ჩასალაგებელი არაფერი არ მქონდა და მაისურით ვიყავი, გუშინ უნდა შემოეგზავნათ ქურთუკი, მაგრამ არ შემოუშვეს, იმიტომ რომ ძალიან სქელი არის და სტანდარტებში არ ჯდებოდა და ამიტომ მაისურით გამომიშვეს დილის 8 საათზე. ტაქსი იყო გაჩერებული, დაახლოებით 1 საათში მოვახერხე ტაქსი იყო გაჩერებული და იმის ტელეფონით დამეხმარა რომ დამერეკა ატასთვის და მეთქვა რომ გარეთ ავართ. და მე მეგობარი ტაქსი ელოდებოდით და ხალხი არავინ არ იყო. ტაქსი ელოდებოდი, გარეთ არავინ არ იყო, სული სიცარიელე იყო და დაახლოებით 1 საათი შეიძლება 40 წუთი ვერ მოვახერხე დაკავშირება ვერავისთან რომ მეთქვა რომ უკვე გარეთ ავართ. რა მოწვიშვიდან კანონპატიმრობასთან დაკავშირებით იქიდან რა ჩანდა, როგორ ჩანდა და რა გეგმები გაქვთ ეს? თვითონ თქვენ ჩანდით. მერე როგორი აღქმა იყო დღევანდელობის, როგორი დინამიკა ციხიდან? დღეს ვერ მოვყვები ხა ძალიან 7 თვიანი იზოლაციის მერე, როცა ინფორმაცია მარტო ტელევიზორიდან გამიღებული. რავი ხა არ მგონია მაინც და მაინც სწორი იყოს რომ ეხლა პირველივე იმაზე დავდგე და მოვყვე ჩემი აზრით რა არის გასაკეთებელი. რაღაც დრო დამჭირდება რომ ადამიანებს შევხვდე და დაველაპარაკო, რაღაცა მოვისმინო, რაღაცებში გავერკვე. მაგრამ ძალიან ბევრი დრო არ დამჭირდება, რამდენიმე დღე დამჭირდება იმის რომ აზზე მოვიდე და მე რავი რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ ჯერ მინდა სხვებს დაველაპარაკო და მე ვიტყვი ჩემი აზრით რა იქნება სწორი. სულ აი სინდისის პატიმრებს, უკანონო პატიმრებს, პოლიტპატიმრებს, რას ეთქვით ეხლა? სხვადასხვა გადმოწიეს პროცესი 10 ფებრუარს არის. მინდა მოდი სანამ ბრალზე ვიტყვი ერთი რაც მინდა ყველა მოვიკითხო ვინც რუსთავში არიან, ქალთაშიც, ჩემთანაც საბას ხუტაიძე ცალკე არის. ცალკე გდანში ვინც არიან, ყველას მოკითხვა. მეორე რაც მინდა არის, ყველას მინდა მადლობა გადაუხადო ვინც ამ 7 თვის განმავლობაში ჩემ ოჯახს გვერდით ედგა. რასაც შეეხება ახალბრალს არაფერი ამ გზავნილი არის, ეს მარტო ჩემზე არ არის, ჩემზეც, ლაკაზეც, ვარამიაზეც, ვაშაძეზეც. ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტა ხანი გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ მთელ ახლა რა არის თავისუფლება და მე გადაწყვიტეთ, ან უნდა გაჩვენდეთ, ან უნდა ქვეყანა წახვიდეთ. არავინ ამის გამკეთებელი არ არის, ამიტომ მე გასიზავ. არც სავაპირებს, ხადა არც ვაპირებ და არც არავინ არ დააპირებს. რამაც მე ვიცნობ ამ ადამიანებს და ჩვენი რომ კარგად ვიცნობ. ამიტომ მე რას იზამენ არ ვიცი. მე არ მგონია რომ აიზამენ ეხლა გადაწყვეტილი ქონდოთ უკვე, ჩაქვსავდნენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით, ალბათ ზადაგზა გადაწყვეტენ მაგრას, მაგრამ რატომაც არის ჩამოკიდებული, მაგით უარი რომ რაღაცა მუდმივად ამ განსტის ქვეშ იყო, რომ შეიძლება რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩაქვსვან ციხეში. ამიტომ ჩვენი ამოცანა რაც არის რომ უნდა მაგანთულთ იყოთ, რომ ხო შეიძლება ძალიან ცოტა დრო გქონდეს და ეს ცოტა დრო სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ. რაში გამოიყენებთ ამ დროს? გარეთ მოხდა ძალიან ბევრი რამ. გადავნებით ალბათ თვალს. არაერთი ფორმულაზე და ტელეპილოზე რა ჩანდა. არაერთი რეპრესიული რეგულაცია, 60-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით დააკავეს დემონსტრანტები, რომლებიც დღეს განსასჯელის გამზეს ხედავთ. აი ამ ყველაფერზე, აი სად ვართ ახლა, აი ეს რომ შეაფასოთ, ეს პროცესები რომ შეაფასოთ, ქიმიური ნივთიერების შესაძლო მოწამვლის საკითხი და აი ეს პროცესები რომ შეაფასოთ თუ შეიძლება. დაახლოებით ვარ მიჯნაზე, რომ იყოთ ჩეჩნეთის მაგვარი რაღაცა წარმონაქმნი. ეს აღარ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ამ ქვეყანას მართავს თავისუფლებამდე რუსეთი და შიგნითაც რაღაც ეს ეტაპი, როცა ჯერ კიდე რეჟიმი მალავდა თავის რეალურ სახეს, ეს ეტაპიც გადავლილია. ანუ მაგალითად გასაგები რო იყოს ას გულისხმობ, რამდენიმე წლის წინ რომ გეჩვენებინათ თუნდაც თქვენთან ეთერში, რომ ვიღაცას სახლში უდევს 7 მილიონი დოლარი, რომელიღაც ყოფილი მინისტრ პრემიერს რაღაცა, ამაზე იქნებოდა სხვა ამბავი. და ეხლა ისინი არიან გათავხედებულები ისე რომ უკვე ეს აღარ ადარდეთ, ანუ ღიად გაჩვენებენ თავიანთ სასახლეებს, გალავნების უყარო ცხოვრობენ, განახებენ რომ მაგნევი საიფებში უდევთ, ოქროს ძოდები უდევთ, მილიონები მოპარული ფული და შემდეგ უკვე ფეხებზე კიდეთ. ეგ არის ჩეჩნეთი. როცა უკვე მანამდე თუ ამაზე ერიდებოდნენ რომ ეჩვენებინათ, ეხლა თავხედურად გაჩვენებენ რომ ჩვენ აი ესე ცხოვრობთ და პლუს თქვენ თუ ხმას ამბობთ დაგლეწავთ და არავინ არ დაიჯდება. ზურაბის ვიზიტი არაფერი არ არის. მან ვართ ეხლა. ზურაბ თქვენი ბოლოს ნახეთ ალბათ. ხო, ნუ ეხლა ესენი ანუ ვინმეს გჯერათ ეხლა აღნიშნეთ თბილისიდან შეიძლება აშხაბადი გამოვიდეს?
ჯერად აი მართლა ხო ვითომ რაღაცა დეპრესიაა და ნიჰილიზმია და ისაი და ეს არის, მაგრამ ვინმეს გულწრფელად ჯერადო თბილისიდან ახშხაბადი შეიძლება გამოვიდეს, არ გამოვა. თბილისიდან ახშხაბადი რუსებმა ვერ გააკეთეს ერთი საუკუნის წინ, როცა გადააუთავეს ეს ქვეყანა და გაჟდიტეს ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი. ანუ ნებისმიერ შემთხვევაში ამათმა როგორც არ უნდა იწვალონ, რაც არ უნდა ეცადონ, იქნება ახშხაბადის კიჩი. სასაცილოები იქნებიან. ეგ არის ის რაც იყო, ხო სასაცილო იყო, იმიტომ რომ იქ ვიღაცები რო ზიან, ისინი მართლა დიქტატორები არიან და ყობაღიძე ნიჩენი ფეხებია. აი იმათანაც კი სასაცილო. ზურა. ტროტუარზე დგომაც კი აკრძალულია და გეტყვით, მაგრამ რუსთაველის დაბრუნებას თუ აპირებ. რუსთავეზე დღეს საღამოს ვაპირებ. პირველად გააკეთებ. რუსა. ზურა. რუსთავეზე ვაპირებ გასვლას, კი. ზურა. ასაც ვაპირებ აი ესე რაღაც შეხვედრები ვიყავით, აგეგმილი მაქვს, იქიდან ვეცარ რომ დამეგებმა და ვისთან ეს ყველასთან. აი პარტნიორები, ოპოზიცია, არასამთავრობოები. პარტიებთანაც აქტივისტებთანაც, რა ვიცი, ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც საჯაროდ ლაპარაკობს და ხო ვიღაცები შეგეხარა, არც აქტივისტი დაურქვია საკუთარი თავისთვის, არც პოლიტიკოსი დაურქვია, მაგრამ უსმენდი ციხიდან რაღაც გასაგებად ლაპარაკობდა და გულწრფელობა მოდიოდა და ეგეთ ადამიანებსაც ბატონო ზურა ახშაბადი თუ არ გამოვიდა თქვენს დაკავებამდე ბოლოს სიტყვები ვიდრე რუსთავის ციხეში გადაგიყვნენ იყო ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთო და ახლა გათავისუფლებიდან უკანონო პატიმრობის 7 თვის თავზე თავარი სათქმელი ხალხისთვის რა იქნება ეგ არის რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს გზა ერთსა შემთხვევაში ეს გზა ვერ იქნება ისეთი რთული რაც ჩვენ გამოვიარეთ ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა რომელიც აქ ცხოვრობთ ერთი საუკუნის წინ რუსების ხელში იმაზე რთული ვერ იქნება გასაგებია რომ რთულია მაგრამ ვინ ფიქრობდა რომ მარტივი იქნებოდა ნებისმიერ შემთხვევაში ბოლოს ჩვენ მოვიგებთ შეუძლებელია როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი ის ქვეყანა ვერ გარუსტება არ გარუსტება გამორიცხულია ამ ხალხს რომლებიც ამ სასახლეებში გალავნების უკან ცხოვრობენ ერთი რომ შეხება არ არის და არიციან ამ ქვეყანაში რა ხალხი ცხოვრობს და ამ ქალაქში რა ხალხი ცხოვრობს არ გვიცნობენ უბრალოდ არ იცნობენ ამ ადამიანებს და მეორე უციგნურები არიან ორი წიგნი არ წაუკითხოთ წიგნებიდან მაინც გაეგოთ ამ ეს ქვეყანა რა ქვეყანაა და რა ხალხის ქვეყანაა ამიტომ გამოდის კიჩი რასაც აკეთებენ რაღაცა მახინც სასაცილო თავის ჭკუით დიქტატურას აშენებენ შეუძლებელია როგორ ლიტერატურას კითხულობდით ციხეში ბატონო აუ რა ვიცი ციხეში კითხულობ ყველაფერს არ ვიცი ისე წავიკითხე ალბათ 100-ზე მეტი წიგნი 120-ზე მეტი წიგნი წავიკითხე ყველანაირად ციხეში კითხულობ ყველაფერს სამ წასაკითხი რა არა გაქვს არ ვიცი რაღაც მაღაზიაში ყოველს რო ვიყიდი ყოველის იალექსას კითხულობ და მეორე რამე ტექსტი იყოსო წაიკითხე არა შეუძლია დავისა შეხვდები გამორიცხული კორიდორშიც ვერ გადაიკვეთები ზურა ქუთუკი ვინ გათხოვოთ რაზმამ სად არის რაზმა ჩემი მეგობარი უსტავში დია მადლობა რადგან შეხვედრებზე საუბრობთ რომ უკვე დაგეგმილი გაქვთ სხვადასხვა აქტორებთან ოპოზიცია აქტივისტთა შემდეგ თქვენ ყოველთვის იყავთ ოპოზიციაში რომელიც ერთობას ლობიობდა და ერთობას უჭერდა მხარს თუ შეიცვალა რაიმე ამ ხედვა შეგვიძლია მეკითხა პროფესიონალური გამოსავალი და რა აბკოლებს მე არ მგონია ჩემში შეიცვალა მაგრამ რასაც უსმენდი სხვებში შეიცვალა ან ბევრს ხედავ ისეც რომელიც 3 წელი 4 წელი მე რომ მეუბნებოდი რომ ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვიდა საწინააღმდეგოს მიტკიცებ და ეხა უსმედი და ეთერში ლაპარაკობდი რომ ერთობის გარეშე არაფერი არ გამოვიდა. ანუ შანსი უფრო დიდია ერთობის ესე გონია. ჩემს გაცილებით შეუდარებლად. შეუდარებლად. ლიდერად შეიძლება წავიღოთ ამ პროცესს ერთობის შექმნის და მასთან შეკავშირებას. არ ვიცი ამას ლიდერი დაერქვა თუ რა დაერქვა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა, მგონია უკვე ჯერმა გაიაზრა. ანუ ამ მიმართულებით აპირებ შეხვედრებს რა? ამ მიმართულებით იმუშავე. ამ მიმართულებით აპირებ შეხვედრებს ეს შინასი. მაგის გარეშე არაფერს აზრი არ აქვს უბრალოდ. ან მომდევნო უახლოესი გეგმები რა გაქვს გარდამიცვალ დღეს რუსთაველზე. დღეს რუსთაველამდე არაფერი საღამოს ვაპირებ რუსთაველზე გასვლას მანამდე ოჯახთან ერთად მინდა დღეს ვიყო. ბევრი დრო. ოსტა ძალიან გელოდებოდა. მადლობა. მადლობა. ბედნიერად.